კანონმდებლობას შემოვიტანთ ქართული მედია ბაზრისათვის, იმისათვის რომ უზრუნველყოთ ჩვენი მოქალაქეების სიცრუისგან დაცვა, უცხოური ჩაურევლობის გარანტიები ავიღოთ მაქსიმალური. მოქალაქეთა ზრუნვისთვის მიმართული კანონები სინამდვილეში რუსული ჰიბრიდული გეგმის ნაწილია. ტოტალური კონტროლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ დამოუკიდებელი მედია, რომელიც მაღალ ჩინოსნებს უკანონო ქმედებებში ამხელს. ჟურნალისტების შეფასებით, სწორედ ამ დისკომფორტის აღმოფხვრას ცდილობს ქართული ოცნება, რისთვისაც ისევ მოსახლეობის ინტერესებს იშველიებს. აღნიშნულ კანონზე საუბრისას მნიშვნელოვანია დროის და კონტექსტის გათვალისწინება, ანუ როდის და რა პერიოდში ხდება აღნიშნულ კანონის მიღება. ქვეყანაში მიმდინარეობს სამოქალაქო პროტესტი და დამოუკიდებელი მედია საშუალებები ცდილობენ, რომ საზოგადოებას დაანახონ, თუ როგორ ექცევა ქართული ოცნება მოქალაქეთა პროტესტს. დამოუკიდებელი მედიების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების წყალობით ვიგებთ, თუ ვინ სცემეს ქვეყანაში, ვისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ვინ დააკავეს. ამ ყველაფრის ფონზე მდინარაძის მიერ დაანონსებული კანონი, რა თქმა უნდა, აჩენს იმის მოლოდინს, რომ ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთადერთ მიზანს. შეზღუდონ თავისუფალი სიტყვა და ხელი შეუშალონ დამოუკიდებელი მედია საშუალებების მუშაობას. ქართული ოცნების ამ ახალი რეგულაციით იზღუდება არა მარტო მედია, არამედ ნებისმიერი დემოკრატიული ხმა საქართველოში. ეს მიგვიყვანს ავტორიკრატიულ მართლობამდე, ეს არის მონური მართლობა და ამას არ უნდა შეეგუოს არც ჟურნალისტი, არც მედია, არავინ. იმიტომ რომ ეს არის ხმის ჩახშობის ყველაზე კარგად გამოვლინებული მეთოდი, რუსული მეთოდი. ამას არ უნდა დაემორჩილოს ქართველი ერი. ჟურნალისტები თვლიან, რომ ქართული ოცნების მიერ დაინიცირებული კანონი საზოგადოებას წარსულში აბრუნებს, იქ სადაც ცენზურა დაკანონებული იყო, რასაც მათი თქმით არავინ უნდა შეეგუოს. როდესაც ამ ბრიფინგს ვისმენდი, გამახსენდა მე-19 საუკუნის პერიოდი, როდესაც გაზეთის გამოსაცემად ადამიანებს ჭირდებოდათ ნებართვა მაშინდელი გუბერნატორისგან, იმისათვის რომ გამოცემული იყო გაზეთი, აუცილებელი იყო არსებულიყო საცენზურო კომიტეტი. და ეს ყველაფერი დაკანონებული იყო მაშინდელი მეფის რუსეთის მთავრობის მიერ. თუ არ მოეწონებოდა მაგალითად საცენზურო კომიტეტს რომელიმე მასალა, ამ შემთხვევაში განეხილავდნენ ამა თუ იმ მედიის დახურვის საკითხს და თუ მოეწონებოდა შესაბამისად გაგრძელდებოდა მათი მუშაობა. ჩვენ ვუბრუნდებით ისეთ პერიოდს, რის გამოც იბრძოლეს, რის წინააღმდეგაც იბრძოლეს მაშინდელმა განმანათლებლებმა. მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე, სადაც მედიასთან დაკავშირებით ახალი კანონის მიღება დაანონსა, თქვა ისიც, რომ შეიზღუდება მედია საშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ხელისუფლების წარმომადგენლები და მმართველი პარტიის ლიდერები 2023-2024 წლებში აცხადებდნენ, რომ მედიის და არასამთავრობოების საქმიანობა არ იკრძალებოდა, თუმცა დონორების მიერ დაფინანსების აკრძალვა არაერთ მედიას აყენებს დახურვის რისკის წინაშე.